წითელი ხალიჩა საგანგებოდ შერჩეული მენიუ საპატიო სტუმრებისთვის და საზეიმო ვახშამი წლის მთავარ დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება. წელს მერკური კიდევ უფრო მასშტაბური და გრანდიოზული იქნება. ვაჭრობის ღმერთის ქანდაკების მოსაპოვებლად კი 50-მდე კომპანია იბრძვის. ექსპო ჯორჯია საგამოფენო დარბაზი ერთი დღით დაჯილდოების მთავარ მოედნად გადაიქცევა. მოწვეული საპატიო სტუმრებისთვის 1000 კვადრატულ მეტრზე წითელი ხალიჩა დაიგება, რომელზეც მოგებისა და ვაჭრობის ღმერთ მერკურის მოდელები განასახიერებენ. რამდენიმე დღეში ღონისძიებისთვის დადებას პავილიონში უკვე კომპანია ტრიქოლორი დაიწყებს. საღამოს მუსიკალურად დაჯილდოების უცვლელი პარტნიორი ალტერ ვიჟენი გააფორმებს. პირველად საზეიმო განწყობას რაც შექმნის იქნება უზარმაზარი წითელი ხალიჩა, რომელიც დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშლილი და ესეც დეკორირებული იქნება ამ საღამოსთვის შესაბამისი დეკორით. წითელი ხალიჩის გავლის შემდეგ სტუმრებს უკვე საზეიმო ვახშამზე უმასპინძლებენ. M-ჯგუფის მზარეულები ბიზნეს კონკურსის მერკურის დაჯილდოებისთვის საგანგებოდ ემზადებიან. დღის საფირმო კერძებს თეკუნა გაჩეჩილაძე მოამზადებს. თუმცა მანამდე სამზადისი ჯერ საიუველირო კომპანია ზარაფხანაში მიმდინარეობს. მთავარი პრიზის ჩამოსხმა უკვე დასრულებულია. ზარაფხანაში ახლა მერკურის ფრთის მოოქროვება ხდება. 18-დან 2 ნომინაციაში რჩეული საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს. წლის სასურველი დამსაქმებლის პოზიციაზე 3 კომპანია ლიდერობს. სოკარი, კავკასიის უნივერსიტეტი და ორბი ჯგუფი ერთმანეთის კონკურენტები აღმოჩნდნენ. იყო წლის მეწარმე, იყო წლის სასურველი დამსაქმებელი 2011 წლის საქართველოში ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ჯილდო. კიდევ ერთი ნომინაცია, რომელშიც გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს წლის მეწარმეა. აქაც ხმათა უმრავლესობით 3 მეწარმე ლიდერობს. 11 მაისს გაერკვევა საკკაბელიდან, ორბი ჯგუფიდან და ელსელემადან, რომელი მოიპოვებს მომხმარებლის ნდობას. მოწინავე პოზიციებზე ვარ. მე არ ვიცი როგორ დასრულდება საბოლოო ჯამში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ. ეს არის დიდი ნდობა და მე მინდა მადლობა უთხრა თითოეულ ადამიანს, ვინც ხარი დაუჭირა საკკაბელს, ვინაიდან ეს არის პოტენციურად ჩვენი მომხმარებელი. ბიზნეს დაჯილდოება მერკური საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. ქართული კომპანიები წლიდან წლამდე ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რომ 18 ნომინაციიდან თუნდაც ერთის წოდება მიიღონ და ხალხის ნდობა დაიმსახურონ. მერკური 2012 ყველაზე მასშტაბური იქნება. მთავარი მიზანია წარმოვაჩინოთ ახალი სახეები, გამოვავლინოთ წარმატებული ბიზნესმენები და დავაფასოთ ის საქმიანობები, რომელზეც 2011 წელს შესრულდა. 2 ნომინაციაში მოპოვებული ხმების რაოდენობით გამარჯვებული 4 მაისს გახდება ცნობილი. 11 მაისს კი გალა დაჯილდოებაზე შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება. დარჩენილ 16 ნომინაციაში გამარჯვებულს კი კომპეტენტური ჟიური შეარჩევს.